ესე იგი, ქართველი ფეხბურთელები ნაწყენები ყოფილან, გულშემატკივარიო, მხარს აღარ გვიჭერსო და რა ვიცი, კითხეთ გულშემატკივარს, აბა როგორი ნაწყენები არიან თვითონ იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანებს ცემენ, ძვლებში ამტვრევენ, უსამართლო დაკავებენ, ციხეები არის გადავსებული თუ ადმინისტრაციული და თუ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებული უკანონო პატიმრებით და რა ვიცი ბიჭებო, მას მერე რაც ბიზნეს 30 მილიონი აიღეთ, პირში წყალი ჩაიგუბეთ და საერთოდ ხმას არაფერზე არ იღებთ. თან ის რა ჭკვიანი კაცია, სიმბოლურად 30 მილიონი რომ ხო შეეძლო მაგალითად 40 მოეცა 41 თქვენთვის არა 30 მილიონი მოგცათ რომ ეს ასოციაციები ყველას უჩნდებოდეს 30 ვერცხლზე ხო და 30 ვერცხლზე რომ გაიყიდეთ და მხოლოდ კალაძე და კობახიძე გასაფორთებენ და კობახიძე რომ ამბობს რომ ის რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო მეტყველებს იმ სიბნელეზე რაც უფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში რადიკალურ ოპოზიციაშიო. ანუ ყველას ვინც გეუბნებათ რომ არ შეიძლება ქვეყანა იყიდება რუსეთს ბარდება და თქვენ ხმა უნდა მოიღოთ კობახიძე კალაძე მიგვაწენენ რაღაც ფაშისტურ ლიბერალურ ბაბლს და თქვენ რო ევროპაში თამაშობთ და ევროპაში რომ ცხოვრობთ ხომ არის კარგი ევროპამ მოგცათ ყველაფერი ის რაც დღეს გაქვთ თქვენი ნიჭისთვის გასაქანი ევროპაში გაშალეთ ფრთები ევროპაში მუშაობთ ევროპაში ყავთ ოჯახები და ჩვენც ამ ევროპისთვის სხვა კი არაფრისთვის არ ვიბრძვით, ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ მაშულებმაც იცხოვრონ და მათ შორის ქოცების შულებმაც იცხოვრონ ნორმალურ და კარგ ქვეყანაში და არა რუსეთის უკანა ეზოში. რა ვიცი, თუ ევროპა ცუდია და ამაზე გაჩუმებულები უნდა იყოთ, წასულიყავით და რუსეთში გეთამაშათ, მაგალითად მამარდასაც, მაგალითად ქოჩორასაც, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეკუთვნის ეს დამუნათება, მაგრამ სამწუხაროდ მანაც პირში წყალი ჩაიგუბა და არის ჩუმად. ბუდუ ზივზივაძე, ყველასთვის საყვარელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, ის ჩუმად. ნუ გურამ კაშია უკვე წლებია სრულ მდუმარებაშია და არაფერს აღარ ვთხოვთ. ცოდუა. კაშია დუმს. და ვინც არ დუმდა, ისინიც დადუმდნენ. სპორტი და პოლიტიკა გამიჯნეთო რომ გვეუბნებით. რა ვიცი, თქვენ გამოჩდით ქოცების წინა საარჩევნო კლიპში. თქვენ აიღეთ და იყიდეთ თუ გაჩუქეს, რა ვიცი, როგორც არის წილები ქოცების სამშენებლო ბიზნესებში და კიდე ჩვენ გვეუბნებით რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. არაფრით არ იმიჯნება არც სპორტი და არც პოლიტიკა. თუ გასამიჯნი იყო, მაშინ ნუ მიიღებდით ამ კლიპში მონაწილეობას. ნუ ჩადგამდით ფეხს ქოცების ბიზნესში და თავებს ნუ გადაიქცევდით მომავალ პარლამენტარებად, გვაქვს მაგის მაგალითები, ხო? ასე რომ არ იმიჯნება არც სპორტი და არც პოლიტიკა იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას რუსეთი გვართმევს და როდესაც ამ ქვეყანას პატარა დიქტატორი სახესი მართავს, არაფრით არ იმიჯნება სპორტი და პოლიტიკა და პირიქით ნახეთ, როდესაც კობახიძე და კალაძე გიცავენ ეს რუსები, უნდა მიხვდეთ რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. და ისე არ იქცევით როგორც საჭიროა, ისე არ იქცევით როგორც ამ ქვეყანას სჭირდება. თორემ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, უთქვენოდაც გავაგრძელებთ და უთქვენოდაც გავიყვანთ ამ ქვეყანას სამშვიდობოს. თქვენ იქნებით შერცხვენილები და ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი დუმილი, რომელიც ასე ძალიან ყვირის დღეს. მადლობა ყურადღებისთვის.